სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანამდები პროცესები წარმოადგენდა. როგორც დოკუმენტში წერია, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტებიც ფიქსირდებოდა. ასევე ხშირი იყო რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ეგრეთ წოდებული მოხალისეების გამოყენებაც. სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებისა და საერთაშორისო თუ არასამთავრობო სექტორების ურთიერთობების საკითხზეც. 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუსი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა. ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესების არეულში სდებდა ბრალს. 2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა. რაც შეეხება უშუალო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის 2023 წელს სამჯერ გაიმართა. ამავე ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ მიმართულებით არ გადადგმულა. სუსი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას, მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.